სკოლბურთი 2014-ის გამარჯვებული ახალციხის მუნიციპალიტეტში მეხუთე საჯარო სკოლის გუნდი გახდა. ფინალში იგი პირველი სკოლის გუნდს დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო მინიფეხბურთში ანგარიშით 3-3 დასრულდა. პენალტების სერიით გამარჯვება მეხუთე საჯარო სკოლის გუნდს ერგო. ახალციხეში სკოლებს შორის მინიფეხბურთში შესარჩევი ტური 25 აპრილს დაიწყო. მაშინ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 10 გუნდი იყო ჩართული. მეხუთე სკოლის გუნდი მომდევნო ეტაპზე სამცხე-ჯავახეთის პირველობისათვის იბრძოლებს. რეგიონის გამარჯვებული კი შემდეგ ეტაპზე მონაწილეობას რესპუბლიკურ ტურნირში მიიღებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტი ქვეყნის მასშტაბით 22 აპრილს დაიწყო. პროექტის მიზანს ფეხბურთის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა წარმოადგენს. სკოლბურთი ქვეყნის მასშტაბით 2007 წლიდან მიმდინარეობს და მასში ყოველწლიურად 1500-მდე საჯარო სკოლა მონაწილეობს. წელს ჩემპიონატი 18 მაისს დასრულდება. ნამდვილად ღირსეული ჩემპიონი ყავს რაიონს. ადიგენში გამოვლინდა ჩემპიონი, ახალციხეში გამოვლინდა რამოდენიმე დღეში იმ 4 რაიონიდანაც მოგვაწვდიან, ანუ იქაც გამოვალთ გამარჯვებულებს და მე გავითამაშებთ რეგიონის ფინალს.